მინდა მოგესალმოთ, მინდა მივესალმოთ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ქალბატონ ანდრიას აკარი აირაის წარმომადგენელი, რომელიც ძალიან ჭიდროდ თანამშრომლობს ასე ვთქვათ ჩვენთან. ჩვენ ძალიან მძიმე რეალობის წინაშე ვიდექით თითოეული ჩვენთაგანი და ეს იყო ტიპიური ავტორიტარიზმი, ამის გამოც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, უბრალოდ იმის გამო არ ვაკეთებდით ყრილობას, რომ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდით შემდეგ ამდენი ახალგაზრდას. ეხლა აბსოლუტურად განსხვავებულ სიტუაციაში გიწევთ თქვენ ასე ვთქვათ, პოლიტიკის კეთება, მათ შორის პარტიული ორგანიზაციის მშენებლობა, ჩვენი შემთხვევა იყო აბსოლუტურად განსხვავებული. ყავდა პოლიტპატიმრები და აქ არის ირაკლი პერტენავა მე დავინახე, ჩვენი აფხაზეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც იყო დაპატიმრებული. ჩვენ ძალიან მძიმე მორალური მდგომარეობის წინაშე გვიწევდა ყოფნა განსაკუთრებით არჩევნების წინა პერიოდში და ეხლა მე პირდაპირ პირველად სხვათა შორის საჯაროდ მინდა გამგეობას და ირაკლი ალასანიას ძალიან დიდი მადლობა უთხრა იმისო, პირადად მე როგორც თავმჯდომარე ძალიან მუდმივად გრძნობდი ასე ვთქვათ მისი მხრიდან მხარდაჭერას. ასევე მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირად თავმჯდომარე არის ხოლმე სპიკერი, ვაკომ აქ თქვა, რომ ერთი კაცი არ არის პარტია, ბუნებრივია ეს ასეა. თავმჯდომარე არის ხოლმე სპიკერი და შემდეგ იდეების რეპრეზენტანტი და ის ასოცირდება ამ თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან. მაგრამ ახალგაზრდა თავისუფალ დემოკრატებს ბუნებრივია აიც არ ქმნიდა მხოლოდ სულხან გლონტი, მაგრამ იყო პირველი ხელმძღვანელი თემიკო პორზაია თქვენიც ჩამის შესახებ და ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ დავაფასებთ და გავაგრძელეთ ამისი კეთება. ეხლა მე მინდა ვთხოვო იმ ადამიანებს, ვინც ქმნიდა ახალგაზრდა თავისუფალ დემოკრატებს, აქტივთან ერთად ბუნებრივია გამგეობის წევრებს, რომლებიც იყვნენ ასე ვთქვათ, ჩემ დროს, ჩვენი დრო ბიჭებო უკვე წავიდა, მინდა გითხრათ, როგორც ჩანს ეს უკვე არის ფაქტი და ამ შევეგუოთ. წამოდექით ფეხზე, მიესალმეთ ხალხო, ეს ადამიანები ყოფილი გამგეობის წევრები აქ არ ხართ? მე მგონი ეჭვმაქ რომ აქ ხართ, ხო? მიესალმეთ ეს ადამიანები აქტივთან ერთად ქმნიდნენ იმას, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატები როგორც ერთიანი ორგანიზმი ისე მოძრაობდა, ისე იყო ეფექტური, ისე იყო სიცოცხლისუნარიანი და ეს იყო ძალიან საამაყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი მადლობა ბიჭებო და გოგოებო ამ გვერდით კომისთვის, ჩვენ ვიყავით ერთად და ვაკეთებდით იმ საქმეს, რომლის ნდობაც ასე ვთქვა და რომლის რწმენას თითოეულ ჩვენთაგანს ჰქონდა. რამდენიმე სიტყვით მინდა გითხრათ იმ პრინციპის შესახებ, რაც არის თავისუფალ დემოკრატებში დამკვიდრებული, არასოდეს ხაზგასმით მინდა, არასოდეს ირაკლი ალასანია არ ჩარეულა ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატების საქმიანობაში ზედმეტად, მოდი ესე ვთქვა და უფრო მეტად თუ გავიხსენებთ, ჩვენ გვქონდა ესეთი პირობა, რომ მან მითხრა, რომ შენია პასუხისმგებლობა, გიცხადებ ნდობას და მე ზედმეტად არ გერევი ამ საკითხებში. რა მოიტანა ამ დამოკიდებულებამ და ამ ფილოსოფიამ, ასე ვთქვათ, მოიტანა ეს არ იყო საკითხი, როცა არ გაინტერესებს, ჩვენ მუდმივად ვსჯელობდით, საუბრობდით თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი ორგანიზაცია. საუბარი იყო იმაზე, რომ მისი ხედვა ეგეთი იყო მართვის და მენეჯმენტის, რომ ნდობა გაქვთ, პასუხისმგებლობა გაქვთ, ასაკით საკმარისი გაქვთ და გააკეთეთ საქმე. ეს რეალურად ესე იყო. და რა მივიღეთ აქედან? მივიღეთ ტიპიური მერიტოკრატიული პრინციპი და თავისუფალ დემოკრატებში თუ ვინმე დღეს უნდა დაწინაურება. მხოლოდ და მხოლოდ ეს შესაძლებელი არის საკუთარი ნიჭების საფუძველზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა, რომელიც დაჩის და შემდეგ გამგეობას ხვდება და ძალიან გთხოვთ ამას გავუფრთხილდეთ, იმიტომ რომ ჩვენთან აბსოლუტურად გამორიცხულია ნებისმიერი ტიპის პროტექციონიზმი. ჩვენ ამას მივახციეთ მთელი ამ წლების მანძილზე და ძალიან გთხოვთ ეს ასე ვთქვათ, თქვენ ძალიან კარგად გაატაროთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. რაც ვერ გავაკეთეთ, მინდა რომ თქვა, რაც ვერ გავაკეთეთ ამის შესახებ, ეს იყო ურთიერთობა ჩვენს აფხაზ და ოცნებთან, თუმცა ჩვენი წარმომადგენელი ბრძანდებოდა ევროპაში, მას ჰქონდა შეხვედრა ჩვენს ძმებთან, აფხაზეთიდან და ოსეთიდან, მაგრამ საკითხი იყო შემდეგში. იმის გამო, რომ ჩვენ მათთვის სათქმელი არაფერი ჰქონდა და ალექსანდრე ალბათ დაემოწმება, იმის გამო, რომ ჩვენ თვითონ საკუთარ სახელმწიფოში ვიყავით ძალადობის მსხვერპლი, ჩვენ ბევრს მათ ვერაფერს ვერ ვთავაზობდით. ამის გამო ძალიან რთულად მიდიოდა ეს ურთიერთობები და მინდა გთხოვოთ, რომ იქნებ დღეს არის ამის შანსი და იქნებ გააღრმავოთ ჩვენთან აქტუალთან ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ ჩვენი პარტიის ხედვა, სამხედველობა ჩვენი არის შემდეგი, რომ ჩვენ აბსოლუტურად გამოვრიცხავთ ძალადობრივად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. შესაბამისად, ჩვენი გზა გადის სახალხო დიპლომატიაზე და მოგიწოდებთ, რომ ამ ტიპის ურთიერთობები იქონიეთ და ბოლოს მინდა გისურვოთ წარმატებები ახალ შემადგენლობას, თქვენ გაქვთ ძალიან კარგი მემკვიდრეობა, მოდი პირდაპირ ვთქვათ, იყავით სამართლიანები, იყავით პრინციპულები და რაც მთავარია, ჩვენ ესე ვაკეთებდით. ძალიან ხშირად დგებოდა სხვადასხვა ტიპის საკითხი, მაგრამ ჩვენ გვქონდა ერთი გამოთქმა ორგანიზაციაში. იფიქრეთ ერთმანეთზე. ერთმანეთზე ფიქრი ნიშნავს იმას, რომ თქვენ ასევე ფიქრობთ ორგანიზაციაზე
რომელიც პირდაპირ გეტყვით ძალიან ძვირფასია თითოეული ჩვენთაგანისთვის. გისურვებ წარმატებებს, დიდი მადლობა.